როგორ უნდა იკვებოს ორსულმა? ცხადია ისევე როგორც ყველას, განსაკუთრებით კი ორსულს ესაჭიროება ჯანსაღი კვება, დაბალანსებული, სადაც არის სწორი რაოდენობა ცილების, ნახშირწყლების და უჯრედისის. საკვები უნდა იყოს ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი. ორსულმა უნდა ჭამოს დღეში 4-5 ჯერ, ცოტ-ცოტა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჭამოს ბევრი, ანუ არ უნდა მოიმატოს წონაში ჭარბად. ორსულმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 1500-დან 2500-მდე კალორია. ეს ინდივიდუალურია, ზოგისთვის 2500 შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, ზოგს შეიძლება ჭირდებოდეს 2000, ან 1500-ზე მეტი არ უნდა მიიღოს და ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ორსულის წონაზე და კალორიების რაოდენობას განსაზღვრავს ინდივიდუალურად მკურნალი ექიმი. ორსულობის პერიოდში რასაკვირველია წონაში იმატებს ორსული, ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მატება არ უნდა იყოს ბევრი. რამდენად ინტენსიური უნდა იყოს მატება, ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, მათ შორის რამდენ სიწონიდა ორსულობის დასაწყისში და აქედან გამომდინარე, რამდენი უნდა იყოს მისი მატება. საშუალოდ თუ დავიანგარიშებთ, თვეში 2 კილოზე მეტი ქალმა არ უნდა მოიმატოს. ჭარბი წონა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ორსულობის მიმდინარეობაზე, ასევე ზრდის მშობიარობის პერიოდში სხვადასხვა გართულებების რისკს და უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში წონის კონტროლი. ორსულის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი და უნდა შეიზღუდოს, მკვეთრად შეიზღუდოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს შაქარს. მაგალითად, ნებისმიერი ტკბილი სასმელი. იქნება ეს კოკა-კოლა თუ კამპოტი. არ აქვს მნიშვნელობა, ის რაც არის ტკბილი, შეიცავს შაქარს, ასევე საკონდიტრო ნაწარმი, ნამსხვრევი, ტორტები, ორცხობილები, სხვადასხვა კამფეტები და ტკბილეული ნებისმიერი უნდა შეიზღუდოს. მათ შორის მაგალითად ჩირი. რასაკვირველია, აკრძალული არ არის ეს ყოველივე, თუმცა უნდა ეცადოთ, რომ მიირთვათ იშვიათად. უნდა შეიზღუდოს შებოლილი, ხორცეული თუ თევზეული, არ არის რეკომენდირებული სუში, უმი თევზის და უმი კვერცხის შემცველი პროდუქტები. ასევე სოსისი, ძეხვეული, ნებისმიერი მარილიანი და ცხარე საკვები.